იქნება ახალი რომელიც იწყება და უკვე კონკრეტულად რო იყოს სტუდენტი ჩართული იმისათვის რომ რაღაც გვაქვს წინსვლა მეცნიერების ნაწილშიც ამაზე უკვე რა გახლავთ საქართველოს კითხვებს და ჩვენი შეხვედრა იქნება თქვენის ნებართვით დაიწყება. ჩვენი 10 წლიანი სამართლებრივი და ზოგადად განათლების სამინისტროს მიდგომ ამ ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შევაჯამებთ წელს, ნახავთ როგორ იყო მათი ჩართულობა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა პროგრამებში, ასევე ჩვენ გვაქვს კონკრეტული სიახლეები მათთვის, ჩვენ გვინდა რომ მათ ხელი შეუწყოთ სამომავლო დასაქმებაში, შევთავაზოთ სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დასაქმების პროგრამებში ჩართულობაც, და მე ვფიქრობ, რომ დაინტერესებაც იქნება შესაბამისი, სწავლის შეწყვეტა ნამდვილად არ იგეგმება, პირიქით მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია და უკვე რაიონებშიც დაიწყო კლება ინფიცირებული ბავშვებისა, მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ როგორც იყო დაგეგმილი კვირის ბოლომდე სწავლის პროცესი შეჩერებული იქნება, თუმცა ორშაბათიდან განვაახლოთ სწავლას. 1 ივნისიდან იწყება მობილური გიდების პროგრამა, ესენი არიან ახალგაზრდა ადამიანები, სტუდენტები, რომლებიც სპეციალური ეკიპირებით, სპეციალური აღჭურვილობით, სპეციალურ ფორმებში გამოწყობილ მოზრაობენ სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტებზე. ეს მათთვის არის პრაქტიკა. აქ იქნება ჩართული 150 მობილური გიდი. ჯერჯერობით დაგეგმილი არის მხოლოდ თბილისი, თუმცა მე ვთვლი, რომ არაფერი პრობლემა მაშინ არ იქნება, რომ ბათუმით ჩავერთოთ ამას და ჩვენ ვზადავართ, რომ პროექტი დავაფინანსოთ ბათუმში. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. ძალიან ბევრმა სტუდენტმა გამოხატა თავისი აზრი და აგრეთვე დასვა მნიშვნელოვანი კითხვები, რომლის პასუხები არა მარტო სტუდენტებს, არამედ ვფიქრობ, თვითონ ჩვენი უნივერსიტეტის ბევრ ლექტორ-მასწავლებელსაც აინტერესებდა და ვფიქრობ, რომ რაც უფრო ხშირად ჩატარდება, მით უფრო კარგია, იმიტომ რომ ეს უშუალო კითხვა-პასუხის რეჟიმი და მიღებული პასუხები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.